ჩვენ ეთერში ვართ. რა თქმა უნდა. დღემშვიდობისა. მოგესალმებით. სალამი, ძალიან მიხარია რომ მე ლიზა ბაგრატიონი და ნახე როგორ დავიწყე მე ლიზა ბაგრატიონი და ჩემი თანაწამყვანი დავით დარჩია ვიქნებით თქვენთან 2 საათამდე არაჩვეულებრივი სტუმრებით, შესანიშნავი ამბებით. ძალიან მიხარია რომ ტრადიციულად როგორც ყოველთვის ისევ შემოქმედებით საქართველოში ვტრიალებთ იმ სივრცეში, რომელიც ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს, დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენს გადაცემას უყურებთ, იმიტომ რომ თქვენ თუ ჩვენს გადაცემას უყურებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გიყვართ სიყვარული, სიხარული, მუსიკა, ხელოვნება, კეთილი და ჭკვიანი ადამიანები და ყველაფერი ის, რის გამოც ცხოვრება ღირს. რა თქმა უნდა. და მაგრამ ეს რაღაცა საოცრება ვარ ვატყობ რა, იცით რატომ არ საოცრება, იმიტომ რომ ახლა უნდა გაგაცნოთ კი არა და შემოვიერთოთ ჩვენ სტუდიაში ის ადამიანები, რომლებიც მართლაც საოცრებას, სილამაზეს ქმნიან. მე ახლა უნდა ვილაპარაკო ფესტივალზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვისაც ეს არის ერთი დიდი დღესასწაული, რომელსაც პიანო ფესტი ქვია. ფესტივალი, რომელზეც ყოველ წელს მუსიკის მოყვარულები ამ განსაკუთრებული ინსტრუმენტის, ამ რაღაცა ღვთის საჩუქრის, რომელიც ადამიანის ხელით იქნა ბევრი საუკუნის წინ შექმნილი, ანუ საფორტეპიანო ფესტივალი, რომელსაც წელს უკვე 7 წელი უსრულდება, როგორც მისმა დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ჩემმა უძვირფასესმა მეგობარმა, საოცარმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა თქვა, უკვე სკოლაშიც წავიდა სკოლაში. დიდი მადლობა დუდანა, რომ დღეს ჩვენთან ხარ და გვყავს არაჩვეულებრივი მუსიკოსი, დირიჟორი, წელს უკვე ინტენსიურად ჩართული პიანო ფესტში, საქართველოს სიძე ბატონი კარლო პონტი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო კარლო, რომ ხართ დღეს ჩვენთან სტუმრად. მართლაც ფესტივალი, რომელიც ჩვენ უკვე გვიყვარს, ველოდებით. 7 წელი ფესტივალისთვის ეს უკვე თარიღია. 7 წელი ფესტივალი თუ მე-7 ფესტივალი, ანუ 7ჯერ რო ჩატარდება ფესტივალი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფესტივალი არის საყვარელი. ეს ფესტივალი შედგა, ამ ფესტივალს გამოუვიდა თავისი მიზნის შესრულება, რომელიც არის მსმენელის მოზიდვა და საქართველოში ჩვენ დუდანა ისე გავიზარდეთ, რომ ჩვენ მშობლებს ახლა შენ გყავდა ფენომენალური მშობლები, მუსიკოსები, რომლებისთვის ახლა შენ ამ ოჯახში გაიზარდე, ამ სივრცეში, სულ მუსიკაში ხარ დაბადების წუთიდან. მაგრამ საერთოდ ჩვენს თაობაში გოგო აუცილებლად ფორტეპიანოზე უნდა შესულიყო. ეს იყო თუ რაღაცა ბავშვს განსაკუთრებულად სხვა ინსტრუმენტი არ უნდა და გოგოები აუცილებლად უნდა ფორტეპიანო როგორც ბიჭები ფეხბურთზე მაგალითად. აი მაგალითად კი. ხო და მოკლედ ჩვენ ამ კულტურაში გავიზარდეთ, ამ ტრადიციებში, რომელიც ძალიან გვინდა რომ გაგრძელდეს და ალბათ დუდანას მიერ მოფიქრებული ეს ფესტივალი სწორედ ამას ეძღვნება, იმას რომ ისე გაიზარდნენ დღეს ჩვენი ბავშვები, როგორც ჩვენ გავიზარდეთ და ჩვენ გავიზარდეთ ლაღად. ჩვენ გავიზარდეთ საკონცერტო შემოქმედებით სივრცეებში და სხვათა შორის ძალიან ბევრი ფსიქოლოგი დათო დღეს ამბობს, რომ ბავშვს აქვს თუ არა მონაცემი, უნდა თუ არა მუსიკა. აუცილებლად მუსიკას უნდა ბავშვობიდან ვაზიაროთ, იმიტომ რომ ის რა პროფესიისაც არ უნდა გამოვიდეს, ყველაფერში გამოადგება. დუდანა, მოდი დავიწყოთ, იცი რა, იდეიდან, იმიტომ რომ დღეს შეიძლება აბსოლუტურად ახალია მსმენელი, ახალია პუბლიკა, შეიძლება დღეს ჩვენ ვიღაცას პირველად გავაგებინეთ, რომ ეს ფესტივალი არსებობს და ამიტომ მოდი მოვყვეთ ჩემი ხედვა შენი იდეის რაღაცა ნაპერწკალის გამო არის თუ არა სიმართლესთან ახლოს თუ მაინც სხვა რაღაც გამოძრავებდა? აბსოლუტურად ახლოს კი არა, ზუსტად ემთხვევა. ისეთი პოეტური შესავალი გააკეთე, რომ მე მგონი პოეზიის ფესტივალი უნდა მქონდეს მე. თუმცა პარალელურად მოვალ, აგიკითხავ რომელიც იცი რა რაღაცა დროებით ვერ მღერი და ლექსად შევიძლია. თუმცა მუსიკა არის პოეზია. კი ბატონო. მართლაც.
და გეთახმები იმაში და ეს მარტო ჩვენი აზრი არ არის, მართლაც ფსიქოლოგებიც და დიდი სპეციალისტები და დიდი მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ მართლაც ორი ნახევარსფეროს სინაფსის დაკავშირებისთვის და უკეთესი აზროვნებისთვის პრობლემის გადაწყვეტა იქნება ეს თუ ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობა და გამჭრიახი აზროვნება ამისთვის ძალიან კარგი არის მუსიკა თავიდანვე ამ ორი ხელის დაკავშირება ერთმანეთთან და იმას არ ვეთანხმები რომ მაინც გოგოები ფორტეპიანოზე და ბიჭები ფეხბურთზე სტერეოტიპული აგერ არის გამონაკლისი აგერ გვიზის მე ვფიქრობ რომ ყველამ უნდა ისწავლოს მუსიკა მე ძალიან გულშემატკივრობ ყველა იმ მშობელს რომელიც ცდილობს რომ დაარწმუნოს თავისი შვილი და მოასინჯინოს სხვადასხვა ინსტრუმენტები ამისათვის აუცილებლად უნდა ვატაროთ საორკესტრო კონცერტებზე, რა თქმა უნდა, სიმფონიური მუსიკის კონცერტებზეც, რომ ნახონ სხვადასხვა ინსტრუმენტი. ნუ ეხლა ფორტეპიანო რომ მეფეა თქვენთვის გასაგებია. ამაზე ვთანხმდებით. ნუ რა ვიცი, ესე გადავდგით ნაბიჯები 7 წლის მანძილზე მართლაც უკვე სასკოლო ასაკის გახდა ჩვენი ფესტივალი. რთულია, გამოწვევებით სავსეა ყოველ წელს. მაგრამ კარგ საქმეს ვემსახურებით მასტერ-კლასებს ის არაჩვეულებრივი მუსიკოსები რომლებიც ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან მთელი გულით ატარებენ ჩვენს ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებთან და თუ ამითი რაღაცა პატარა წვლილის შეტანა შეგვიძლია კარგ საქმეში ეს უკვე ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს პირადად მე და იმედია სხვებსაც ეს დიდი მუსიკოსები რა თქვათ მე-7-ში ტარდება ყოველ ჩატარებულ იმაზე ფესტივალზე თუ ერთი და იგივე მუსიკოსები ჩამოდიან თუ ახალი შორის ყველა ითხოვს ვინც ერთხელ იყო კიდე წაგვიყვანეო მაგრამ დუდანას აქვს ვარიანტები არის ძალიან ხშირად რომ ჩამოგვყავს იგივე პიანისტი თუ მეორე წელს არა ნუ 2-3 წლის ლუფტის მერე იმიტომ რომ მსმენელი ითხოვს და უკვე აყვარებენ თავს ნუ გარდა ამისა არიან რა თქმა უნდა ძალიან ცნობილებიც და იმათ ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს რომ მოგეხსენებათ 2-3 წლით ადრე გაწერილია მათი საკონცერტო განრიგი მესავით არიან ამიტომ რთულია ხანდახან ესე დაემთხვეს მაგრამ თქვენ რომ იცოდეთ როგორ ცდილობენ რომ გადაწიონ, გადმოწიონ და თბილისში ჩამოვიდნენ, ნამდვილად ყველას ექნებოდა სიამაყის განცდა კიდევ უფრო მეტი ვიდრე გვაქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ. მაესტრო, თქვენ ფეხბურთზე შეგიყვანეს თავიდან თუ პირდაპირ ფორტეპიანოზე, როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური ბავშვობა? Football classes. მიყვანეს დიახ. I'm probably the only Italian, and this is not going to be aired on national Georgian TV, so I'm putting myself out on a limb here, but I'm the only Italian who actually is not interested in I think in the world. My answer to your question is definitely music classes. ეს თქვენი ინიციატივა იყო თუ მშობლებმა ჩათვალეს Was it your initiative or did your parents something that you had this aspiration to become? Translation of that. Sorry. Was it your initiative or So you can speak English. So what do you need a translation for? But we need our audience to hear what we're talking about. ქართულად მოისმინოს ჩვენი ხმა. Could you repeat the question? Was it your initiative or your parents found the potential of your music talent? It was my initiative, obviously, because I think if you want to be a musician... მე ინიციატივა იყო, რადგან ვფიქრობ, რომ თუ გინდა მუსიკოსი იყო, ამას ეს ბუნებრივად უნდა გამოგდიოდეს. რა თქმა უნდა, ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ ჩემი მშობლები ყოველთვის მიჭერდნენ ხარს ჩემს წამოწყებებში, ყოველთვის უჭერდნენ ხარს იმასაც ვაკეთებდი, რისთვისაც მადლი ვარ ნამდვილად და ისინი ყოველთვის მაძლევდნენ მიმართულებას, იმიტომ რომ ფილმების ინდუსტრიაში იყვნენ და ფილმებთან დაკავშირებული ხელოვნებაც ახლოს არის მუსიკასთან, რადგან ბევრი საერთო ელემენტი არსებობს ნამდვილად. Communicate to the orchestra what he or she wants in a very emotive way, like an actor. He has to have an interpretive სახიობის შემთხვევაშიც გავს მისი a vision. საქმიანობა. And he also has to produce. I have an orchestra. მასაც უწევს
And I also აქტიურობა შეჩერება და მეც ავცდილობ რომ lack of all trades. მოვიძიო ასე ვთქვათ ახლა მოდით დაუბრუნდეთ ამ საყვარელ პიანო ფესტს ეს თანამშრომლობა თქვენი როგორ შედგა იცოდით თუ არა Now let's get back to how your cooperation started. არის თუ არა რაღაცა განსაკუთრებული რაც ხიბლავთ ამ ფესტივალთან დაკავშირებით რა არის თქვენთვის განსაკუთრებული ამ фестивалში? Well, first of all, to collaborate again with my friend Ludana Mazmanishvili, which is an incredible pianist, wonderful artist, and it's the 7th edition of the festival, and in Italy, 7 is a good luck number. So being part of the 7th edition for me makes it all the more special and all the more emotional. Doing the last performance, obviously, it's an open-air concert with the Georgian Philharmonic, and we collaborated with Ludana before. მანამდეც მითანამშრომლია დანასთან გასულ წელს ერთ-ერთ კონცერტში მივიღე მონაწილეობა და იქაც შევასრულე იგივე ნაწარმოები, შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ მახასიათებლებს და ლირიკა არის ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომ ესეც იქნება ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება. დუდანა, რა მაინტერესებს? ეხლა წელს ვისი არტისტიზმით და მუსიკალური გემოვნებით გაანებივრებ ჩვენ სხვათა შორის უკვე ამასობაში განებივრებულ პიანო ფესტის მოყვარულებს. რთული არის ხოლმე ვიღაცა გამოარჩიო, იმიტომ რომ იმდენად აი როგორც საკუთარი თითები შეიძლება ამოერჩიო, იმდენად მრავალფეროვანი და მრავალფეროვანად ამავდროულად საინტერესო სხვადასხვა მიმართულების პიანისტები ჩამომყავს წელს. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ესე გამოვიდა, რომ წელს გაიხსნება ფესტივალი პიანო დუოტი და ეს დუეტი იქნება ალექსეი ვოლოდინისა და ედით პენიასი. ალექსეი ვოლოდინი და ედით პენიას ესპანეთში ცხოვრობენ, ორივე ძალიან წარმატებული სოლო კარიერა აქვს, გრემიზე წარდგენილი იყო ედიტი, ალექსეი მოგიხსნება მთელ მსოფლიოში დიდ სცენებზე უკრავს და ჩვენი სახელგანთქმული სახელოვანი პიანისტის ელისო ვირსალაძის სტუდენტი იყო. ასე რომ გარკვეულწილად ჩვენი სკოლის გამგზელებელია, ასე შეიძლება ითქვას. 14-ში საქართველოს უბრუნდება ნიკოლას ნამორაძე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჯულიარჯიც მოღვაწეობს და არის ძალიან საინტერესო მუსიკოსი, ძალიან ღრმა, ის კომპოზიტორიც არის და საინტერესო პროგრამითაც წარდგება, გარდა იმისა, რომ დაუკრავს ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, დაუკრავს მისეულ ტრანსკრიფციებსაც. 15-ში გვეყოლება ლიეტუველი პიანისტი ანდრიუს შლაბესი, რომელიც შარშანაც იყო და ბრუნდება, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი კონცერტი ჰქონდა შარშან და დიდი მოთხოვნა იყო. არიან ნამდვილად არიან. 16-ში გვეყოლება ცოცხალი ლეგენდა, ასე შეიძლება ითქვას, ძალიან ცნობილი პიანისტი ბრიტანეთიდან. ეს არის პოლ ლუისი, რომელიც პირველად ჩამოდის, მაგრამ ისე უხარია, იმიტომ რომ ბევრი პიანისტისგან გაუგია, რომ ეს არის აკვანი ნამდვილად, აი რაღაცა სამჭედლო გადასარევი პიანისტებისა საქართველოში. 17-ში ასევე ნამდვილად ლეგენდარული ციპრიან კაცარისი უბრუნდება საქართველოს და საინტერესო იქნება მისი კონცერტი ძალიან, იმიტომ რომ ამჯერად ის კამერული მუსიკით წარდგება და მან ითხოვა ახალგაზრდა მუსიკოსებთან თანამშრომლობა, კოლაბორაცია. ამიტომ შუმანის პროგრამით წარდგება და შემსრულებლები გარდა ციპრიან კაცარისა იქნებიან ლიზი რამიშვილი, ჩელისტი, არაჩვეულებრივი გადასარევი მუსიკოსი. ჩამოდის ასევე თურქეთიდან ელვინ ხოჯაგანიევი, რომელიც ძალიან კარგი მევიოლინეა, იყო ზახაბრონის მოსწავლე და მთელ მსოფლიოში უკვე დიდი კარიერა აქვს და ასევე არაჩვეულებრივი თბილისში დაბადებული ალტისტი გიორგი კოვალევი, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს.
18-ში გვეყოლება პარიზიდან ძალიან კარგი პიანისტი სიმონ გრაიში, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკვე იყო პიანო ფესტზე და ის სამხრეთ ამერიკული რაღაც ესეთი სპეციფიური იმ კონტინენტისთვის დამახასიათებელი და ესპანური მუსიკით წარსდგება, ძალიან საინტერესო პროგრამაა. და როგორ მინდა ყველგან უდამახვია. 19-ში კონსტანტინ ლიფშიცი, ეს ნამდვილი ბრძენი ფორტეპიანოს ბახის უზადო შემსრულებელი და არა მარტო, ძალიან საინტერესო პროგრამით წარსდგება წელსაც. ხოლო 28-ში უკვე ჩვენ და ძალიან მადლობელი ვარ, რომ კარგო შემოგვიერთდა ამ კონცერტის ფარგლებშიც ისევ ორბელიანზე ღიად ყოველ წელს ველოდები ამ რაღაცა დღესასწაულს უნდა მოვბრძანდეთ და დიდი სიამოვნება განაჩენი კონცერტები კონსერვატორიის დარბაზში გარდა 15 რიცხვისა და 18 რიცხვისა ამ დროს ჩვენ ვიქნებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადასარევია იქაც მახსოვს შენი შესახმანინოვის კონცერტი თუ არ ვცდები მაესტრო ჩვენი სიძია ხო რამდენად მაესტრო ჩვენი სიძიათ. აქვს ეგ უდიდესი ბედნიერება. რომ იყოს ქართველების სიძე. მე მაინტერესებს აი მაესტრო აი რა იცოდი მანამდე? რა ისწავლეთ ქართველებზე? საერთოდ გვანან ხო იტალიელებს ისე ამბობენ ზოგადად ჩვენი ერები. I actually performed in Georgia quite a bit. არაერთხელ Before I came here, I performed at the opera in Georgia. So I had quite an extensive performance experience here in Georgia. After maybe 5 or 6 years of these performances, I met Mariam, კონცერტებიდან შევხვდი მარიამს რომელთანაც ამჟამად მაქვს კომუნიკაცია და ამაზე შეგიძლიათ აღარ გაჩერდეთ კი ბატონო მოგიყვებით აქეთ თუ გნება we can tell you and so I've always been very close to Georgia. შესაბამისად ყოველთვის მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოსთან and I absolutely მიმართულებით და ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარს ქართული კულტურა, ქართველი ხალხი. მიყვარს ის, რასაც წარმოადგენს ქართული კულტურა და საკუთარ თავს ვგრძნობ როგორც ჩემს სახლში, აქ ისევე როგორც იტალიაში, რადგან ჩემი აზრით იტალიელებსა და ქართველებს აქვთ მსგავსი კულტურა, სოციალური ეთიკა. ამიტომ ძალიან მიყვარს აქაურობა ნამდვილად. ემოციურობა, ტემპერამენტი. ძალიან მიხარია. Absolutely. Maybe Georgians have more. შეიძლება ქართველებს კიდევ უფრო მეტი ტემპერამენტი ჰქონდეთ ვიდრე იტალიელებს, ამაზე შეიძლება კამათი. და რაღაც აბსოლუტურად ემოციური და ხმაურიანი საუბარი, რომელიც ძალიან გვახასიათებს ორივე ხალხს. არა? I used to we used to live with Mariam's grandmother. Mariam's ბებიასთან ერთად ცხოვრობდი დიდიღომში. It's exactly like a suburb of Naples. ზუსტად ნაპოლის გარეუბანი Everybody knows about each other. ყველა იცნობს ერთმანეთს. ტანსაცმელს კიდევენ საშობებზე ფანჯრიდან და თავს გრძნობდი ისე თითქოს სახლში ვიყავი საკუთარ სახლში. ჭორაობა. Talking from the window, Bebo is chame, eat, so it's impossible to get. So it's very. ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა საკუთარ სახლში გრძნობდი თავს. ვინ არის მაინც გამორჩეულად თქვენი თუ შეიძლება რომ აი კომპოზიტორი მაგალითად არჩევანი რო გაქვთ სხვა ქვეყანაში და აი რაღაცა მოგინდათ ქართველი კომპოზიტორის შეტანა. აი ვინ არის თქვენთვის ყველაზე ახლოს მუსიკალურად? Maybe Cancelli, I think. Cancelli სავარაუდოდ. The one that I know about. ნამდვილად არის ერთ-ერთი ესეთი კომპოზიტორი, რომელზეც ყველაზე მეტი მსმენია, მაგრამ საქართველოს ძალიან ბევრი გამორჩეული კომპოზიტორი ჰყავს. და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ქართული მუსიკის შესრულების საშუალება მექნება მომავალში. შემოგაშველებ ნასიძე, ცინცაძე, კვერნაძე არ ვიცი, თაქთაქიშვილი, მართლა ბევრი ყავს, იცი? აი მართლა ბევრი ყავს, ძალიან შუღლიაშვილი
ფენომენალური, აბსოლუტურად განსხვავებული. და მე ბისზე ვუკრავ თითქმის ყოველთვის, იმიტომ რომ ეხლა რაღაც ისე დამკვიდრდა უკვე რომ თუ არ ვუკრავ, აუცილებლად მომიხმობენ ხოლმე მთხოვენ ლაღიძის რონდო ტოკატა. რონდო ტოკატა ეს შენი რა თქმა უნდა კი ლაღიძეც არ ვიცი მართლა ძალიან ბევრი საინტერესო როგორც შემოქმედი გვყავდა, ასევე შემსრულებლები და ეს შემსრულებლები დღემდე ეს ტრადიცია გრძელდება. მიუხედავად იმისა, დუდუდა, შენ გეცოდინება ეს პრობლემა, რომ მუსიკოსები ძალიან წუხან იმაზე, რომ აი ვთქვათ კონსერვატორიას ეტყობა იმაში, რომ რაღაცა ინსტრუმენტები მივიწყებას მიეცა, მიღება არ არის რაღაც გარკვეულ ინსტრუმენტებზე, ხო ჩვენთან მაინც ეს დარჩა ტრადიციად საფორტეპიანო კულტურა, ვოკალის კულტურა, ну შედარებით ვთქვათ სიმებიანი ნაწილი, აი რაღაცა დანარჩენი ინსტრუმენტებზე ღელავს მუსიკოსები, რომ აი არის პრობლემა იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ რაღაცა პერიოდის მერე ორკესტრის დაკომპლექტების სერიოზული სირთულე იყოს. თუნდაც ამ ფესტივალის ფარგლებში დუდანა აი შენ როგორც ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ შემსრულებელი ხარ, არამედ მთელი შენი ცხოვრები, თქვათ იგივე იმით რომ იყავი ევროპაში საქართველოს კულტურის ატაშე, ანუ ეს რაღაცას შენი საქმიანობა არ არის მხოლოდ შესრულებასთან მიბმული. რა არის შენი აზრით ჩვენგან გასაკეთებელი იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, იმიტომ რომ რაც შეგვიძლია ახლა ქართველებს შევთანხმდეთ რა, ეს ნიჭი გენეტიკური აქვს ამას. ნუ ეს არ არის ალბათ მარტო ლოკალური პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ მთელ მსოფლიოში დგას დღეს ეს საკითხი. სწორედ ამიტომ მაგალითად დანიელ ბარენბოიმი აკეთებს ძალიან დიდ ინიციატივებს ნერგავს სხვადასხვა სკოლებში, თვითონაც გახსნა სასწავლებელი, საბავშვო ბაღი, სკოლა. მე ვფიქრობ, ის რასაც აკეთებდა ბერნსტაინი მაგალითად, საორკესტრო, ახალგაზრდული პროგრამები, როდესაც ის წარადგენდა საკონცერტო პროგრამის ფარგლებში თითო ცალკეულ ინსტრუმენტს ყვებოდა მასზე ბავშვისთვის და მოზარდისთვის მისაწვდომი გასაგები ენით. მე ვფიქრობ, ეს აუცილებელი ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. შარშან და შარშან წინ ჩვენ მქონდა საბავშვო კონცერტები პროგრამაში და იქაც მქონდა რაღაც ასეთი ელემენტები ინსტრუმენტების გაცნობისა დათუნა ალოდაშვილთან ერთად არაჩვეულებრივად გააკეთა ეს და ჩვენს ახალგაზრდები არიან ახლა კვარტეტი გახსოვთ ჩვენთან იყო სტუმრად აი ისინი ცდილობენ რომ ესე ბავშვებთან დადიან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ ზოგად საგანმანათლებლო სკოლებს უნდა ქონდეთ თანამშრომლობა ორკესტრებთან და ორკესტრებს უნდა ქონდეთ ღია კარის დღე იმისათვის რომ ბავშვები მივიდნენ და ქონდეთ საშუალება რომ უშუალოდ შეეხონ მოსინჯონ ინსტრუმენტები, იმიტომ რომ ბავშვი ყველაზე გულწრფელია და მას თავზე ამას ვერ მოახვევ. როდესაც მოეწონება ტრომბონი, მას έντომება ტრომბონი. და ესე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება, მე არ ვამბობ რომ ეს რეცეპტია, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი გზა. და ამ ფესტივალის ფარგლებში წელს თუ გვაქვს მასტერკლასები თუდანა. ყოველ დღე თითქმის როგორც წესი პიანისტი, რომელიც საღამოს სოლო კონცერტით წარდგება, მეორე დღეს უკვე მართავს და წელს ძალიან მადლიერები ვართ, ну, გარდა იმისა, რომ კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს და მერიის მხარდაჭერით კონცერტები ტარდება. ნიჭიერთა აწლედი ზაქარია ფარიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა წელს ჩვენი მასპინძელია მასტერკლასების მიმართულებით, ასე რომ ვისაც დასწრების სურვილი ექნება, მობრძანდით, რა თქმა უნდა, ღია კარი, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად მე შემიძლია ასეთი გავიხსენოთ ჩემი სტუდენტობის დრო ის რეპერტუარი, რომელსაც მე დღეს ვუკრავ, მნიშვნელოვანწილად ნასწავლი მაქვს არა უშუალოდ ჩემი გაკვეთილებიდან, არამედ ელისე ვირსალაძე, როდესაც ასწავლიდა სტუდენტებს დილის 10-დან საღამოს 10-მდე ვიჯექი და ვუსმენდი. და ამიტომ ყურში, თავში ეს რეპერტუარი არის და მე უკვე უბრალოდ რაღაცა ტექნიკური საკითხია, რომ მიხვიდე როიალთან და ეს ტექნიკურად დაამუშავო, თორე ეს მუსიკა უკვე ყურში გაქვს აწრეულებია. ამიტომ როგორც მუსიკა. მოგზანდით და უსმინეთ. მაესტრო,
რა გეგმები გვაქვს მომავლისთვის? ეს ესე იგი აქ რომ ჩვენ შევხვდებით 28-ში, ეს უკვე გასაგებია და გაქვთ თუ არა რაღაცა დასაანონსებელი იმისათვის, რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა იცოდეს, რომ კიდე შეიძლება თქვენი ხილვა. Immediate plans right after მოკლევადიან გეგმებს რაც შეეხება კონცერტის შემდგომ დუდანასთან მაქვს ჩაწერა აკადემიასთან ერთად ინგლისურ ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის პროგრამის ფარგლებში ჯონ პალო პელოზოსთან ერთად რომელიც არის სოლოისტი სოლო შემსრულებელი ეს არის მოკლევადიანი გეგმები შემდეგ დავბრუნდები ლოს-ანჯელესში ორკესტრში მომიწევს შესრულება, რომელიც ჩემი ორკესტრაა, რომელიც სხვათა შორის არის ერთადერთი ორკესტრი მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს აქტიურებს მუსიკის განათლების გავრცელების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზების გამო. It's an orchestra which I founded. და ეს არის ორკესტრი, რომელიც მე დავაფუძნე. და შემოსავალს მთლიანად ვაინვესტირებთ იმაში, რომ გავრცელდეს მუსიკალური განათლება მაქსიმალურად. და შემდეგ მომიწევს გადასარევი ამბავია, მე ესე იგი როგორც სიძეს გთხოვდით, რომ აი ეს პროექტები, რომელიც გააქვთ, რომელიც ესე იგი თქვენ უკვე ამაზე სერიოზული ნაფიქრი გაქვთ, ეს არის უკვე პროექტები, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ალბათ შედეგებიც გაქვთ ამისი, რაღაცნაირად გადმოვაქართულოთ და ინიციატივა მე მგონი იქნება ძალიან ატაცებული, იმიტომ რომ ეს მართლაც არის პრობლემა და ჩვენ ამის პოტენცია გვაქვს რომ კიდევ და კიდევ მე მგონი დღეს უკვე ნამდვილად ვართ ჩვენ ამ კულტურულ რუქაზე მსოფლიოსი, იმიტომ რომ ყავს ფენომენალური შემსრულებლები და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და თქვენ როგორც უკვე ამ ხალხის და ქვეყნის სიძე უკვე უნდა ვთვლი რომ უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში ახალგაზრდა ქართველების მუსიკალური განვითარების. ეს კომპლიმენტის სახით და სურვილის სახით დუდანა შენი გეგმებიც მოგვიყევი ახლა უახლოესი და მე ალბათ უკვე უნდა გადავიდეთ ისევ ორ საოცარ მუსიკოსთან. თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის თბილისი პიანო ფესტის დასრულების შემდეგ სულ რაღაც 4 დღე მაქვს რომ დავისვენო და მე მივემგზავრები ამერიკაში გრძელდება ჩემი ტურნე იქ ნიუ-იორკში მაქვს კონცერტი თუ გიყურებენ ჩვენი თანამემამულეები ამერიკიდან მოგზავნით ნიუ-იორკში 9 ივლისს ასევე 11 ივლისს ფილადელფიაში და 13 ივლისს კიდევ ნიუ-იორკის ზედა შტატში ასე რომ ვემზადები ამ კონცერტებისთვისაც პარალელურ რეჟიმში რაც მოგეხსენებათ არც ისე ადვილია. ამით უმეტეს ხამხელა გზის მე სამი კონცერტი ჩაატარო ნამდვილად ძალიან რთულია. დანაც ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი ქართული სტუმართ მოყვარეობით დავხვდეს და ვუმასპინძლოთ ამდენ სტუმარს, ასე რომ ეხლა ამჯერად უფრო საორგანიზაციო საკითხებზე ვარ გადართული და როცა რამდენიმე წუთი მაქვს, მაშინ იქნებ მასტერკლასზე მაინც მიმიღონ. დამაკვრევინა. ძალიან მიხარია რომ კიდევ ერთხელ ქონდა საშუალება ამ ორ არაჩვეულებრივ მუსიკოსს შევხვედროდით, გავსაუბრებოდით მათ და რაც მთავარია კიდევ ერთხელ გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ შეგახსენოთ რომ 13-დან 28 ივნისის ჩათვლით მართლაც უდიდესი მუსიკალური საჩუქარი გელოდებათ ყველას ვისაც მუსიკა გიყვართ მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ აუცილებლად ამ კონცერტებს დაესწროთ თქვენს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იმიტომ რომ ეს ისეთი კლასის მუსიკოსებს მოისმენენ ბავშვები, რომ ეს აუცილებლად გააღვიძებს მათში სურვილს, რომ უფრო ახლოს შეეხონ მუსიკას, გახდნენ უფრო კეთილები და გაუხარდეთ ყოველი დღე გათენებული, იმიტომ რომ მუსიკა ამის ყველაზე ლამაზი შესაძლებლობაა. უღრმესი მადლობა. კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ჩვენ უკვე ჩვენ დარბაზიდან, თქვენ კი სცენიდან კიდევ შევხვდებით. შემოგვიერთდით. ეხლა სალეგამო